NTI-ის კვლევა გადაშალო ნებისმიერ და ამას საქართველოს მოსახლეობა. ეს ისეთივე ტყუილია ბატონო ვახტანგ, როგორც 8 მარტის შეთანხმებაში წერია, რომ პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდეს. ისეთივე ტყუილს ამბობს უხერხული ამ ეთერში ეს გადააწოდეთ. ერთი მაჩვენეთ 8 მარტის შეთანხმებაში სად წერია პოლიტპატიმარი ვინ უნდა გათავისუფლდეს. სახელი გვარი მანდარი წაიკითხეთ. დამისახელე სად წერია პუნქტი. რომელ პუნქტში წერია? აი მაჩვენე სად წერია პოლიტპატიმრების განთავისუფლება. სად წერია? 8 მარტის შეთანხმება ხელმოწერილი მომიტანეთ და გეტყვით. ესა? კი. ეს მეგობრებო ეს არის? ო ეს აი მეორე პატარა რო არის განცხადება ეს არის თქო რაც არ წერია ერთი წუთი კონფიდენციალური შეთანხმება რომელიც შედგა თქვენ ასაჯაროებს და ეს არის თქო ეს არის ელჩების მიერ გავრცელებული განცხადება ერთი წუთით განცხადებას არ გეუბნებით ეს შეთანხმება ზუსტად ორივე მემორანდუმის კონფიდენციალური განცხადების აი ამაზე მაქვს ლაპარაკი ორიენტელს აყენებს კონფიდენციალური განცხადება მითხარით სად არის მან საწერია რომ მემორანდუმი წაიკითხეთ მე მემორანდუმი შეთანხმებას დია კონფიდენციალური შეთანხმებას ეხა ჩემი დროა რა მაყურებლების გასაგონად ეს არის ერთშეწყვეტილი გავრცელებული დოკუმენტი სადაც პოლიტპატიმრები არსად არ არის ნახსენები რის შესრულებასაც ითხოვენ აბელია ეს არის ის შეთანხმება თუ არა მიფასო შემდეგ ის რა თქმა უნდა ეს არის ანუ თქვენ ასაჯაროებთ და ეს მოსახლეობის ეგ არ ვასაჯაროებ ელჩებმა გაასაჯაროებთ გასაგებია ეს არის შემდეგ ერთი წუთი თუ შეიძლება მე ბატონო ირაკლი თქვენ ბატონო ირაკლი არ გეჩვენებთ დაწერილი გააკეთო შეთანხმების შესრულება დავიწყოთ შემდეგ გერმანიის ელჩი აცხადებს შეთანხმება გახლავთ ის რა ტექსტის გამოქვეყნდა გამოქვეყნებულ ტექსტში არსად არ წერია პოლიტპატიმრები გერმანიის ელჩი აცხადებს პოლიტიკური პატიმარი არ ნიშნავს სიტუაციას როდესაც პოლიტიკოსი ციხეში ხდება ასე რომ მაგ შეთანხმებაში არანაირი პოლიტპატიმრები არ წერია თქვენ რაც გიგდათ ის დაახვით აი ამ სამი ადამიანის გათავისუფლებაზე იყო შეთანხმება ერთი როგორც ეხლა შეკითხვა შემდეგ ირაკლი ოქროაშვილი როდესაც დააკავეს 2007 წელს ორივეს გეკითხებით იყო თუ არა მაშინ პოლიტპატიმარი სააკაშვილის ბატონო ილია ისა ბატონო ლადო ერთი წუთით რა ბატონო ლადო ჯერ ირაკლი ოქროაშვილის საქმეს მე არ ვიცნობ 2007 წელს ხო არ ვიცნობ არ გით მაშინ გაგაცნობ ფაბულას ირაკლი ოქროაშვილი არ გვიდა ხო როგორ ცხოვრობს აჭარის მოსახლეობა ის მოუყევთ ბატონო ირაკლი ოქროაშვილმა 2007 წლის 25 სექტემბერს გააკეთა განცხადება ფაქტებია ეს დემაგოგია განცხადება გააკეთა ოპოზიციაში გადასვლაზე და 27 სექტემბერს 2 დღის შემდეგ საღამოს დააკავეს მის ოფისში ანუ მაშინ არ იყო ოქროაშვილი პოლიტპატიმარი და ეხლა პარლამენტის სტურმისკენ რომ მიდიოდა ეხლა გახდა პოლიტპატიმარი ესეც მორიგი ფაქტი წარმოვიდგინეთ ეხლა ფაქტები და ბოლოს ანუ ირაკლი ოქროაშვილის საქმეს დასავლების წარმოგიდგინეთ უკვე ფაქტები და ბოლოს წარმოგიდგინოთ ჩემო ძვირფასო მეგობრებო სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი პარლამენტში 150 კაცი რა სისტემით შევა პროპორციული თუ მაჟორიტარული ეს არ არის ჩვენი მოსახლეობის ამოსავალი ინტერესი ეს არის პოლიტიკური პარტიების ინტერესი ასე რომ ამაზე არ გადის ის კეთილდღეობა ერთი წუთი ამაზე არ გადის კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობის ჩვენი ინტერესი იყო რომ გადასულიყავით ადგილობრივი ოლიგარქები არ მოხვდნენ ამ პროცესში გასაგები რომელიც ენზელნკოიანი რომელიც ანზორბულქვაძია რომელიც ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა და დღეს თქვენი თანამედროვეები არიან ეს არ არის საზოგადოების მოთხოვნა პირველი რიგი ნაციონალურ მოძრაობას წარმოადგენდა ამიჯერეთ სიგარი ძალიან გაიხსენეთ სიგარი ეს გეტყვით. აი ხო ამბობთ თქვენ ხო დარწმუნებული ბრძანდებით რომ იგებთ ამარჩევნებს. ბატონო ირაკლი ხა გულწრფელად მიპასუხეთ. 2012 წლის წინასაარჩევნო გარემოდა დღევანდელი სიმძიმით განსხვავდება თუ არა ერთმანეთთან? განსხვავდება. კი ბატონო, განსხვავდება. გმადლობთ რომ გულწრფელად ამბობთ. მეორე მეგობრებო 2000 ჩვენ შორის სხვაობა რომ მე არ მაქვს დიდი მადლობა ხარკი ნაცმოძრაობასთან და მით უმეტეს აქტივებთან არავისთან დიდი მადლობა ბოლოს წინადადება მოდით ეკონომიკურ პროგრამაზე როგორ შეიძლება დავეხმაროთ საჯარო სისტემაზე მართოს ამალავებინეთ რა 2000 პროგრამაზე ვისაუბროთ საზოგადოებას რაც აინტერესებს უმძიმე საარჩევნო გარემოს მიუხედავად ბიძინა ივანიშვილმა და ქართულმა ოცნებამ აიღო პროპორციულში 54% მაჟორიტარულში დაახლოებით 50%-მდე ოლქები მოიგო. თუ თქვენ ასეთი დიდი მხარდაჭერა ბატონოგია, შეგიძლიათ
რას ელოდებით ამ არჩევნებს? შეგიძლიათ მოიგოთ ეს არჩევნები ნებისმიერი სისტემით, მაგრამ თქვენ იცით თუ არჩევნები გაქვთ წაგებული სამწუხაროდ ბატონო გია. ამის გამო ვერ დაბრუნდები და მე არ მინდოდა აი ეს არასოდეს აი არ გამიკეთები ახლა. შეგახსენებთ, აი თუ გაინტერესებთ. შეგახსენებთ. თქვენ 2007 წელს ადმუშაობდით, გახსოვთ? 2007 წელს რესურს ცენტრის უფროსი რო იყავით. აი არ მინდოდა, მაგრამ პიროვნულად კი არ გეხებით. პარტიულად ვამბობ, ნაცმოძრაობა და მისი სპეციფიკა რა იყო, იცით ბატონოგია? ერთი მოქალაქეებს ეხებით. რა იყო, იცით? 2007 წელს მოკლედ ვამბობ. 2007 წელს ჩემს სკოლაში, მეექვსე სკოლაში ერთი წუთი ახლა იცი რასაც ვამბობ და ამიტომ არ მალაპარაკე. 2007 წელს ბავშვი რო დააკავეთ იქა და ინტერვიუ მიეცით ბურთის მის გამო ბავშვი რო დააკავა ნაცმოძრაობამ და ინტერვიუ მიეცი რუსთავიორზე და თქვი დასაჭერია ეს ბავშვი და დასაჭერიაო თქვი ვინც ბურთს მოიპარავს ამის მერე თქვენ ნაცმოძრაობას რისი თქვის უფლება რა დემაგოგი ეხავე წარმოვადგენ ვიდეოს ეხავე წარმოვიდგენ ვიდეოს არ არის საჭირო არ არის რატო საჭირო ბატონო ესა თქვენი სახე მაყურებელი ვერაფერს ვერ გაიგებს ხმაში თუ არ გავჩერდებ სიცხვილია ეს კაცი რომ რეპლიკა მინდა თქვენს კითხვაზე წლის წინანდელი რეპლიკა გადმოდივარ ირაკლის პოლიტოლოგი არის მეცნიერება თუ ჩართული არის ანალიზ ვერ გააკეთე და ირაკლის ამათი ესა სიცხვილი ზრობა არ უნდა დაგარბო და ხვალიჯე დღეს